საქმე ეხება ადამიან გიგანტებს. ისინი უძველეს ისტორიულ არტეფაქტებში არც თუ ისე იშვიათად არიან გამოსახული, თუმცა მათი იდენტიფიკაცია ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, მათი არსებობის ელჩქვეშ დაყენება ლეგენდარული ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით ხშირად მომხდარა. როდესაც მორიგი არქეოლოგიური თუ სხვადასხვა არაარქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გიგანტურ ჩონჩხებს, კვლავ ჩდება კითხვები, მართლა არსებობდნენ თუ არა გიგანტები და თუ არსებობდნენ ბუმბერაზები, ისინი ადამიანთა მოდგმას განეკუთვნებოდნენ თუ რაღაც სხვა რასას. მათ სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ უძველესი და უკვე გამქრალი ცივილიზაციები. ბიბლია მათ მოიხსენიებს ნიფილიმებად. ძველ ებრაულ ენაზე ეს სიტყვა ითარგმნება როგორც ნგრევა, ღვევა, გარყვნა. ისინი მიიჩნევიან ღვთის ვაჟებისა და ადამიანების ნაყოფად. ბიბლიაში სულ რამდენიმე ადგილას არიან ისინი ნახსენები. ერთგან დაზუსტებით არაა ნათქვამი მათი ლეგენდარული სიმაღლის შესახებ. სხვადასხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია გოლიათების შესახებ, რომლებიც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ამ წყაროების მიხედვით გარეგნობით ისინი ჩვეულებრივი ადამიანებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ. თუ არ ჩავთვლით ციკლოპებს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, რომლებსაც შუბლზეც თვალი ჰქონდათ. ხოლო თანამედროვე ევოლუციის თეორია ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო აზრის არის. ამ თეორიის მიხედვით ევოლუციის პროცესში ადამიანის სიმაღლე კი არ შემცირდა, პირიქით გაიზარდა. მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ დროდადრო ხან აქ, ხან იქ ჩნდება ინფორმაცია გიგანტური ადამიანების ჩონჩხის ფრაგმენტების ან ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერება ოფიციალურად დუმს. ერთი რამ აშკარაა, ასეთი არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პლანეტაზე ერთ დროს ნამდვილად ცხოვრობდნენ გოლიათები. გიგანტიზმი ბუნებაში რეალური და მეცნიერების მიერ აღიარებული მოვლენაა. უამრავი არქეოლოგიური გათხრა არის იმის მტკიცებულება, რომ დედამიწაზე წარსულში ძალიან დიდი ზომის ცხოველები ბინადრობდნენ, მაგალითად ზავროპოდები, რომლებიც 285 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და საშუალოდ 15-დან 35 ტონამდე იწონიდნენ. 2014 წელს არგენტინაში აღმოაჩინეს მასზე უფრო დიდი ზომის ცხოველის ჩონჩხი. მას ტიტანოზავრი უწოდეს, რადგან მისი წონა 70-დან 100 ტონამდე უნდა ყოფილიყო. შედარებისათვის ამდენივე სიწონის 10 აფრიკული სპილო ერთად. თუ დედამიწაზე არსებობდნენ ამ ზომის ცხოველები, რატომ არ შეიძლება რომ ყოფილიყვნენ გოლიათებიც? მით უმეტეს რომ უამრავი ინფორმაცია არსებობს გიგანტური ადამიანების ნაშთების აღმოჩენის შესახებ. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube